და გადაცემა უნდა დავიწყოთ ტრადიციულად შართვით აქციიდან. არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია უკანონო დაკავების გარეშე. გამწვანების კუნძულზე დგომის გამო დააკავეს ისაკო დევიძე, რასაც მალევე მოყვა აქციის მონაწილეების პერფორმანსი. ყველას ვერ დაგვაკავებთ. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. მარიკა ვოლქვაძე მოგუყვება მეც რა ხდება ახლა აქციის 363 დღეს, საით დაიძრა მარში. მარიკა თუ ხარ ხაზზე, გონი ისევ რუსთაველთან პარლამენტის შენობის წინ გახართ, ხო? დიახ, ელის მარში მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირიდან დაიძრა და მთავრობის სახლთან გადაინაცვლა, შემდეგ უკვე უკან დაუბრუნდით და ახლა პროტესტი ისევ რუსთაველის გამზირზე გრძელდება, როგორც ახსენე, აქტივისტი ისაკო დევიძე დაიჭირეს გამწვანების კუნძულზე დგომის გამო. ახლა ოპერატორს თქვა ჯერ კადრში გაჩვენოთ ახლა აქ რა ხდება და თან მოგიყვებით დღევანდელი საპროტესტო მარშის შესახებ. მოქალაქეებმა დემონსტრაციულად გაიკეთეს ბორკილები იმის დასამტკიცებლად, რომ ძალა ერთობაშია იმის სათქმელად კიდევ ეგრეთ წოდებული რეჟიმისთვის, რომ ყველას ვერ დაიჭერენ და თუ დაიჭერენ ერთს, მათ ზურგს გაუმაგრებს ისე მისი პროტესტის მონაწილე. მას შემდეგ რაც კანცელარიასთან გადავინაცვლეთ, შემდგომ პროტესტი ისევ მობრუნდა პარლამენტის გამზირზე, დაუბრუნდა ტრადიციულ ფორმას. აგრეთვე პროტესტის მონაწილეებმა დაანონსეს, რომ ხვალ 11 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის უკან, რათა ირაკლი ყობახიძეს და პარლამენტის დანარჩენ წევრებს გააგონონ მათი სათქმელი. აგრეთვე დაანონსეს 28 ნოემბრის აქციაც. ქეთევან ხუცკივაძეა ახლა ჩემთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მასწავლებელი. ქალბატონო ქეთევან, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, რომ გვითხრათ დღეს თქვენს პროფესორ მასწავლებელებს განცხადება გააკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ იზიარებთ 28 ნოემბერს დაანონსებული აქციის სულისკვეთებას, უერთდებით ამ აქციას. რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ ამის შესახებ, ხვალ თუ იქნებით დაანონსებული საპროტესტო აქციის მონაწილე დილიდან და თქვენი მთავარი სათქმელი რა არის ეს? ხვალ აუცილებლად 11 საათზე ვიქნები აქ და შევერთდები აქციას და დღეს რისთვისაც შევიკრიბეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. ეს გახლავთ ჩვენი საერთო განცხადება და თქვით, რომ 28 ნოემბერს ჩვენ გამოვდივართ ერთიანად, როგორც პროფესორ მასწავლებლები, ასევე სტუდენტები. ეს იყო ჩვენი განცხადება. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი და ახსნა ალბათ, ყველა გრძნობს განსაკუთრებით ახლა უკვე განათლებაში ჩართული ადამიანები და უნივერსიტეტები, რომ ქვეყანა როდესაც იცვლის ხელოვნურად კურსს და გადაყავთ ის რუსეთის ორბიტაზე, ყველაფერი ხდება სწორედ ასე საშინლად, როგორც ეს ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში. მადლობა, თქვენ უსმენთ ქეთევან ხუცკივაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელს. ასევე გეტყვით იმას, რომ მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები დაიძრნენ მთავრობის სახლის მიმართულებით, საპოლიციო მობილიზება დღესაც ძალიან ბევრი იყო. სწორედ ამ პოლიციური რეჟიმის წარმომადგენლებს, პოლიციელებს მიუყარეს დემონსტრაციულად, ასე ვთქვათ, მთავრობის სახლთან ბორკილები, ასე დამთავრდა დღევანდელი მარში, მას შემდეგ გადმოინაცვლეს პარლამენტთან და ახლა როგორც ჩანს, პროტესტი გაგრძელდება ტრადიციულად ისევ პარლამენტის შენობას და დღეს ის იქნება საბოლოო ლოკაცია.